გენეტიკური ავტომატურად არ ნიშნავს მემკვიდრულს, ასე ვთქვათ. პირველ რიგში არსებობს სპონტანური მუტაციები, მოდი ესე დავარქვათ, როდესაც მე შეიძლება ვიყო პირველი ადამიანი ჩემ ოჯახში, ვისთანაც განვითარდება ჩემი დნმ-ის გადაწერის პროცესში, ძირითადად განაყოფიერების პროცესში ხდება ხოლმე ეს პროცესი, რაღაც არასწორად გადაიწერება დნმ-ის ჯაჭვში და უკვე მე შეიძლება ვიყო პირველი ადამიანი ჩემ ოჯახში, ვისაც ექნება გენეტიკური დაავადება. აღმოჩნდა, რომ ქალბატონებს, ვისაც აქვთ ამ გენების მუტაცია, ორსულობაში ექნებათ ხოლმე პრობლემა და ხშირად აქვთ შეწყვეტილი ორსულობები. იმიტომ რომ ხდება ხოლმე ამ თრომბის წარმოქმნასთან დაკავშირებული ციკლის პრობლემის გამო ნაყოფისში სისხლძარღვების ჩათრომბვა და ამის გამო შეწყვეტილი ორსულობები. ითვლება, რომ მოსახლეობის გაგიკვირდებათ და 1%-ს აქვს აი ამ 3-დან ერთ-ერთი გენის მუტაცია. ანალიზია, რომელიც ორსულს ვუღებთ ვენიდან, სადღაც 15-16 კვირის ორსულობაზე და 3 ბიოქიმიური მაჩვენებლის გაზომვა ხდება. ყველა ორსულს საქართველოს ფარგლებში უფასოდ ეკუთვნის ეს ტესტი. არსებობს 700-ზე მეტი სხვადასხვა იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომელსაც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მიმდინარეობა ახასიათებთ. ამიტომ პირველი რგოლი სამედიცინო პერსონალის, ეს არის ზოგადი პედიატრი, ნეონატოლოგი. ესენი არიან ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები, ვისთანაც უნდა ხდებოდეს შესაბამისი მონიტორინგი და მაშინვე როგორც კი არის პატარა მაინც გადაცდომა, ვფიქრობ, რომ 21 საუკუნეში უკვე უნდა მივეჩვიეთ, რომ გენეტიკოსიც ექიმია და მასთან კონსულტაცია არის აუცილებელი. შეკითხვები არის, რომ აი უფრო ვისი ბრალია, უფრო საიდან მოდის, ხშირად მისვავენ ხოლმე ბებია-ბაბუები ამ შეკითხვებს, არ ვიცი ეს რასთან არის დაკავშირებული, მაგრამ მე ხშირად ასევე მაქვს ხოლმე, რომ როცა ეტყვი, რომ აი ეს დამახასიათებელია ამ დაავადებისთვის, ხომ ეტყვიან ხოლმე ძალიან სწრაფად, რომ ეს მაგალითად მამასაც ესეთი ყურის ფორმა ან თვალის ჭრილი უგავს ბებიას. რა თქმა უნდა, ხდება ესეთი რაღაცები, გამორკვევას იწყებენ, მაგრამ რამდენი თაობას არ უნდა ვიცოდეთ, ძალიან რთულია.